მეგობრებო, ვიწყებთ რუსთავის ნომერ მე-3 საგამოცდო მარშრუტს. მოკლედ გამოვედით მომსახურების სააგენტოდან, მარცხენა ციმციმა გვაქვს ჩართული. როგორც კი შემოვედით წრიულ მოძრაობაზე, მაშინვე უნდა ჩაურთოთ მარჯვენა ციმციმა. არ დავაგვიანოთ მარჯვენა ციმციმის ჩართვა. და დავდექით 50-იან მონაკვეთში. რუსთავის ნომერ მე-3 საგამოცდო მარშრუტი. ჩვენ გახლავართ ავტოსკოლა საჩხერეში და თბილისში. თბილისში ჩვენ შეგვიძლია მოგამზადოთ ნებისმიერი საგამოცდო მარშრუტისთვის. ასევე შეგვიძლია ჩამოგიყვანოთ რუსთავში, შეგასწავლოთ საგამოცდო გზები ადგილზე. მოკლედ 50-იან მონაკვეთში ვართ. 300 მეტრში მოუხვიე მარჯვნივ, გვეუბნება კომპიუტერი. ეს რადგან მომხევ ზოლში ვართ, 300 მეტრში ციმციმას არ ჩაურთავთ, შემდეგ მალე მოუხვიე მარჯვნივ. ვაფრთხილებს, ჩავრთეთ მარჯვენა ციმციმამ. აი ამ მოსწავლეს წარმატებები ღმერთმა ხელი მოუმართოს, ჩაიბარებიოს, დათმობის ვალდებულება გვაქვს. ვიხედებით აქ აუცილებლად მარცხნივ, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ არ შევდივართ მთავარ გზაზე და შემოვდივართ აჩქარების ზოლში. როგორც კი შემოვედით აჩქარების ზოლში, ჩავრთეთ მარცხენა ციმციმა და გადმოვედით მთავარ გზაზე. რა თქმა უნდა, აჩქარების ზოლში ციმციმას რო ჩავრთავთ, ვიხედებით სარკეში და მხარზე, შემდეგ როდესაც იქნება უსაფრთხო სიტუაცია, გადმოვდივართ. ახლა თუ ხელს გვიშლის ვინმე გადმოსვლაში, ამ შემთხვევაში შევანელებთ, ხო, გავატარებთ. თუ საჭიროება მოითხოვს, კიდეც გავაჩერებ აჩქარების ზოლში, თუ არ მომიხერხდა გადმოსვლა. მაგრამ თუ წარიელია მარცხენა ზოლი, ან შორიდან მომყვება მანქანა, ამ შემთხვევაში ავაჩქარებ და სიჩქარით გადმოვალ მთავარ გზაზე. ხუთას მეტრში მოუხვიე მარცხნივ. აქ არავითარ შემთხვევაში არ შეეცადოთ მარჯვნიდან ზოლი გვერდისავლას მანქანებზე. აუცილებლად უნდა დაელოდოთ. ერთზოლიან მონაკვეთში მარჯვნიდან გვერდის ავლა არ შეიძლება. 300 მეტრში მოუხვიე მარცხნივ. 70-იან მონაკვეთში ვართ, მეგობრებო, და გაითვალისწინეთ, რომ თუ წინ ვინმე არ გვაფერხებს, აუცილებლად მაქსიმალური სიჩქარით ვიმოძრავოთ. მაქსიმალური სიჩქარით ითვლება 70-თან ახლოს, არის 60-დან 70-ის ფარგლებში, 65-ის გარშემო იმოძრავეთ. თუმცა მინიმალური სიჩქარე 55-მდე გვაქვს. თუ ჩამოვა 55-მდე სიჩქარე არ არის პრობლემა, მაგრამ დროულად უნდა ავწიოთ ხოლმე, არ დატოვოთ, არ დაკმაყოფილდეთ მინიმალური სიჩქარე. მალე მოუხვიე მარცხნივ. ჩავრთე მარცხენა ციმციმა, აქ წარმოსახვითი ხაზს დააკვირდით, გაქიქილი არის ზოლი და ნახეთ, გამოვატარეთ წინიდან მომავალი მანქანები. ეხლა წინ დიდი მანძილი აქვს წინიდან მომავალ მანქანას, ამიტომ უსაფრთხო მოხვევა განვახორციელეთ, ჩავრთეთ, გადმოვედით მარცხენა ზოლში და მოუხვიეთ. ნახეთ, მარჯვენა ზოლი გვაქვს თავისუფალი, აუცილებლად უნდა დავიჭიროთ მარჯვენა ზოლი. როდესაც მარჯვენა ზოლი თავისუფალია, ყოველთვის იმოძრავეთ მარჯვნივ. 50-იან მონაკვეთში შემოვედით. აი ახლა იმ მოსწავლეს აუცილებლად სუბუქ ჯარიმას დაუწერს რა. რამდენიმეს მაინც, იმიტომ რომ არ შეიძლება მარცხენა ზოლში სიარული. ნახეთ, წინ გვაქვს დაბრკოლება. ხედავთ, ნახეთ რა მანძილზე ვხედავ ახლა დაბრკოლებას წინ. და ჩაურთე მარცხენა ციმციმა. ანუ მიაქციეთ ყურადღება, დაბრკოლებასთან ახლოს არ მიხვიდეთ და მერე არ აღიქვათ ის დაბრკოლება და მერე არ ჩართოთ ციმციმა და ციმციმას ჩართვა გახედვა ერთდროულად არ მოგინდეთ და გადასვლა. დავინახე შორიდან ჩაურთე, მქონდა საშუალება და მაშინვე შევიცვალე ზოლი, გადმოვედი მარცხენა ზოლში. ეხლა უბრალოდ ვერ ვხედავთ მარჯვნივ რა ხდება, ამიტომ ჯერ არ გადავდივართ. აი, თქვენ რო დაგაკვიროთ კიდევ ერთხელ დაბრკოლებას საიდან უნდა ჩაურთოთ, ნახეთ, დააკვირდით ახლა წინ მალე გამოჩნდება დაბრკოლება. აი, ნახეთ, სად ჩანს დაბრკოლება, ჩაურთე მარცხენა ციმციმა და როცა მქონდა მომენტი გადავედი.
500 მეტრში მოუხვიე მარცხნივ. გზისაფარი გაფუჭებულია და ძალიან ნელად და რბილად გადადით. უხეშად არ გადახვიდეთ იამკებზე. სამას მეტრში მოუხვიე მარცხნივ. ძალიან საყურადღებო მონაკვეთი იწყება, მეგობრებო, ყურადღებით იყავით, მანამდე შეგახსენებთ, რომ ჩვენი ავტოსკოლა მდებარეობს საჩხერეში, ასევე მდებარეობს თბილისში. თბილისში მოგამზადებთ ნებისმიერი საგამოცდო ქალაქისთვის, ეს იქნება რუსთავი, გორი, თელავი, თუ ნებისმიერი, ახლა აღარ ჩამოვყვები. მალე მოუხვიე მარცხნივ. ახლა კიდევ ერთხელ ყურადღებით დავაგვირდეთ, ეს პირველ მარშრუტშიდაც იგივე მანევრის გაკეთება გვიწევს, ნახეთ. აქ მოხვევის დროს, მარცხნივ მოხვევის დროს, შუაში გვაქვს უსაფრთხოების კუნძული. ნახეთ. აი, მარცხნივ კი არ უნდა შევიდეთ, მეგობრებო. კუნძულს მარჯვენა მხრიდან უნდა შევიდეთ აუცილებლად. შემოვედი პირველივე ზოლში 50-იანი მონაკვეთია და 300 მეტრში მოუხვიე მარცხნივ მეუბნება. შესაბამისად, რადგან 300 მეტრში მოუხვიე მარცხნივ მითხრა, არ გადავდივარ მარჯვენა ზოლში. მალე მოუხვიე მარცხნივ. აქ გვაქვს დათმობის ვალდებულება და ზებრა. გავიხედე მარცხნივ, არავინ არ მოდის. აი აქაც დათმობის ვალდებულება მაქვს, გავიხედე მარცხნივ, არავინ არ მოდის. აქაც დათმობის ვალდებულება მაქვს, ყურადღებით გავიხედე მარჯვნივ, ნახეთ, მიახლოვდებიან მანქანები, გავაჩერე, გავატარე და დავიწყე მოძრაობა. შემოვდივარ პირველივე ზოლში და ყველა მარშრუტში ამას აი კონკრეტულად ხაზს უსვავ ამ მონაკვეთს რა. ეხლა ჩვენ მარცხენა ზოლში რო შემოვიდით, სამზოლიანი მონაკვეთია. თუ მარცხენა ზოლში ვაგრძელებ მოძრაობას, აქ მივიღებ მსუბუქ ჯარიმას. წესით უნდა გადავდიოდე მარჯვენა ზოლში, მაგრამ არ გადავდივარ მარჯვენა ზოლში. დამიწერონ ის მსუბუქი ჯარიმა. იმიტომ არ გადავდივარ, რომ მოძრაობას პირდაპირ როდესაც ვაგრძელებ გზაჯვარედინზე, შემექმნება კიდევ უფრო რთული სიტუაცია. ამიტომ ჯობია აქ მსუბუქი მივიღოთ და გზაჯვარედინი გავიაროთ უსაფრთხოდ. აქეთ მარცხენა ზოლიდან რომ გამოვედი, პირდაპირ შევდივარ მარცხენა ზოლში. ახლა აქ ამ კუთხეში არაფერი არ დგას, ამ წუთში მარჯვენა ზოლიდანაც რომ გამოსულიყავი, არაფერი არ იქნებოდა. ჩვეულებრივად გავაგრძელებდი მოძრაობას, მაგრამ ხშირად არის ხოლმე, ძალიან ხშირად არის ხოლმე დისტრიბუციის მანქანები, ავტობუსები, რა ვიცი, ბევრი რამეა ხოლმე გაჩერებული და ძიმე შეცდომას იწვევს ხოლმე მერე მოსავლეებში, რომლებიც გამოუცდელები არიან. ამიტომ წავედით, ეს არ გადმოდის ეს ქვეითი მანქანა შეждდება, ამიტომ აქაც მარცხენა ზოლში ვაგრძელებ ახლა მოძრაობას, რადგან მარჯვენა ზოლი დაკავებულია. რუსთავში მარშრუტების შესწავლა, ვისაც გნებავთ ადგილზე, დაგვიკავშირდით, ჩვენ თბილისიდან მოვდივართ. წამოვიდეთ თბილისიდან, ჩავატაროთ საგამოცდო გზაზე ახსნები დეტალური და ისევ დავბრუნდეთ თბილისში ერთად. რაც შეეხება მანქანის ტარების სწავლას, თბილისში შესაბამისად შერჩეულ გზებზე მოგამზადებთ არა მარტო რუსთავისთვის, არა მარტო საჩხერისთვის, არამედ ნებისმიერი საგამოცდო ქალაქისთვის. მარცხნიდან მარჯვნივ მომავალ ქვეითს აუცილებლად უნდა დაველოდო ბოლომდე, სანამ ზებრას არ დაფარავს. რაც შეეხება მარჯვნიდან მარცხნივ მიმავალ ქვეითს, ჩემს ზოლს რო გაცდება, თუ დანარჩენი მარცხენა ზოლები არის თავისუფალი, ანუ საფრთხე ქვეითს არ ემუქრება, შემიძლია რომ გავაგრძელო მოძრაობა ზებრაზე.
ეხლა ნახეთ გადავივლი ახლა ამ ზებრებს და უნდა დავიკავოთ შუა ზოლი. ნახეთ აუცილებლად. თუ უკაცრავად თუ მომიხერხდება აქვე გადავალ რა თქმა უნდა, თუ ვერ გადავიდოდი და ამ ზებრას რო გავწდებოდი, შემდეგ გადმოვიდოდი მარჯვენა ზოლში. 500 მეტრში ზებრა ძალიან ყურადღება გამოიჩინეთ ზებრებზე. სხვათა შორის რუსთავში ხალხი ძალიან მოწესრიგებულად დადის უმეტესობა. წრეზე იმოძრავი პირდაპირ. ჩვენ მოძრავთ მთავარ გზაზე. ყურადღებით, არ გადმოდიან, წავედით. ჩვენი გზა არის მეგობრებო, მაგრამ ყურადღებით რომ არავინ ჩაგვიჭრას გზა, მზად ყოფნაში ვიყოთ მაგისთვისაც. ნახეთ როგორი აქტიური ზებრა არის. წავედით. დავრწმუნდი რომ არავინ გადმოდის. მიაქციეთ ყურადღება შუა სარკის გამოყენებას მეგობრებო. შუა სარკე შენელებამდე, როდესაც დავინახავთ რომ რაღაც მიზეზი არის, თუმცა უნდა შევანელოთ და ტორმოზი გამოვიყენოთ, ჯერ უნდა შევამოწმოთ შუა სარკე, რომ გავსაზღვროთ დისტანცია, როგორც წინ ვსაზღვროთ, ასევე უკან მყოფ მანქანასთან უნდა გავსაზღვროთ დისტანცია და შესაბამისად გამოვიმუშაოთ შემდეგ ტორმოზი. $50-იან მონაკვეთში მოძრაობთ, როგორც კი სივრცე გათავისუფლდება ხოლმე, შევეცადოთ, რომ მაქსიმუმთან ახლოს ვიმოძრაოთ ყოველთვის. ძალიან დიდი ყურადღება მიაქციეთ ინსტინქტებს, ინსტინქტები უნდა გქონდეს გამომუშავებული. ნახეთ, შეიძლება ახლა გავიგე, რომ სალაპარაკო ენა გვესმის, რომ ციმციმა რო ჩართეს, რაღაცა გვანიშნეს, ამას უყურებთ, მაგრამ არიან მძღოლები, რომლებიც არ ხმარობენ შუქმაჩვენებლებს და აი ტრაექტორიებითაც უნდა მივხვდეთ, ვინ რა მანევრის შესრულებას აპირებს. და ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ, რომ ყველანაირ არსებულ სიტუაციას ჩვენ უსაფრთხოდ დავახციოთ თავი. უნდა აკონტროლოთ ამისთვის გვერდები, გვერდითა სარკეები, მიუხედავად იმისა, რომ ზოლს არ ვიცვლით და უშუალოდ მაინც სარკეები ვაკონტროლოთ, გვერდები, რომ მზად ყოფნაში ვიყოთ. რატომ არის, რომ აი სხვამ დაარღვია და მე ჩამჭრეს? იმიტომ ჩავჭრეს, რომ ჩვენ იმ კონკრეტულ სიტუაციაში ვერ გავართვით თავი და უსაფრთხოდ ვერ გამოვედით იმ მდგომარეობიდან. ანუ იმათ დარღვევას ჩვენც ავყევით, ან ვერ შევამჩნიეთ და შევედით იმ საფრთხის შემცველ სიტუაციაში. ამიტომ ყურადღება მივაქციოთ რა, ინსტინქტები. ხო, აქ ერთ წუთით ახლა განახეთ. აქ მეგობრებო, ჩვენ ახლა შუქნიშანზე რო ვდგავართ, შუა ზოლში ვართ, ხო, აქ მარცხენა ზოლი, ნახეთ, ის არც დააკვირდით, არის მომხვევი ზოლი, ხო? დამატებითი მწვანე აინთება მარცხენა ზოლისთვის. ჩვენ აგვენთება ძირითადი მწვანე და შემდეგ დავიწყებთ მოძრაობას. ანუ ამ მონაკვეთზე მარცხენა ზოლში არავითარ შემთხვევაში არ უნდა იდგეთ.
მოძრაობა გააგრძელე პირდაპირ და მარჯვნივ. ნახეთ ზებრაზე უყურეთ როგორ აი ქვეითი. ნახეთ ესლა ეს ქვეითი უნდა გადავიდეს აუცილებლად ბოლომდე. მაგრამ ნახეთ ამას რო გავუყვები, გამოვიხედე მე, აი მეორე ქვეითია. ამასაც რო გავუყვები, ახლა ჯერ მარშრუტკა მეფარება და ვერ ხედავ რა ხდება, სხვა ხო არავინ არის. კი ბატონო, აი ახლა შევამოწმე და გავაგრძელე მოძრაობა. მოძრაობა გააგრძელე პირდაპირ და მარჯვნივ. ისევ დავაკვირდეთ, თავარ გზაზე მოძრაობთ. ანუ პირდაპირ მოძრაობ. არაფერ მიმართულებას არ ვიცვლი, პირდაპირ ვაგრძელებ მოძრაობას, მაგრამ მარცხნივ არ უნდა წავიდი, აქ თავარია. აქ ნახეთ სანიაღვრიზე ძალიან ცუდად არის სანიაღვრი ჩაწეული და რბილად ნელა უნდა გადავიარო. ჩავრთეთ მარცხენა ციმციმა. დავიჭიროთ ახლა მარცხენა ზოლი, შევამოწმეთ სარკე, მხარზე გავიხედეთ აუცილებლად. აი ესე მარცხენა ზოლით ვაგრძელებთ მოძრაობას. ავტობას უნდა შეუერთდეთ ახლა. როცა გვექნება საშუალება, შეგვიძლია ჩავრთოთ ციმციმა და გადავიდეთ მაგისტრალზე. ემზადებით უკვე გადასასვლელად. იმიტომ რომ აქ ეს ზოლი ახლა დამთავრდება, ნახეთ ნიშანიც არის წინ, რომელიც გვანიშნებს რომ ზოლი მთავრდება, ჩაურთე მარცხენა ციმციმა. დავიწყე შემოწმება, გადავედით 90-იან მონაკვეთში მოძრაობთ მეგობრებო. $500 მეტრში მოუხვიე მარჯვნივ. $300 მეტრში მოუხვიე მარჯვნივ. მალე მოუხვიე მარჯვნივ. ჩავრთე მარჯვენა ციმციმა. ახლა დავაკვირდეთ. ახლა აქედანვე დააკვირდით რა, თუ ვინმე მოდის განსაზღვრავთ თქვენ დისტანციას და გადასვლის მანევრი წინასწარ განსაზღვრეთ და გადმოვედით მომხევ ზოლში, ხო? დავწიე სიჩქარე 50-იან მონაკვეთში შევდივარ. უახლოვდებით სტოპ ნიშანს, ანუ 50-იან მონაკვეთში ვარ. სტოპის შემდეგ შევდივარ 70-იან მონაკვეთში, რომელსაც ვერ ვხედავ 70-იან ნიშნულს. დაიმახსოვრეთ. აქ ჩაურთე, ნახე, მარჯვნივ ვაგრძელებ მოძრაობას, მაგრამ აუცილებლად ჩართეთ მარცხენა ციმციმა. აუცილებლად გააჩერეთ, გაიხედეთ, რომც არავინ არ მოდიოდეს. ნახეთ 1, 2, 3, 4 თუ არავინ არ მოდის და შემდეგ გააგრძელეთ მოძრაობა, მაგრამ თუ ვინმე მოძრაობს, რა თქმა უნდა, ყველა უნდა გავატაროთ. რამდენ ხანსაც მოგვიწევს ლოდინი აუცილებლად უნდა გავატაროთ ყველა. კი ბატონო, გავედით. მარჯვენა მქონდა, ბოდიში მარცხენა მქონდა ჩართული. ციმციმა და 70-იან მონაკვეთში შემოვედით. $50-იან მონაკვეთში შევდივართ. აჩქარების ზოლში შევდივართ. როგორც კი გავწდები დათმობის ნიშანს და გავსორდები, თავ მარცხენა ციმციმას
ვიწყებ სარკეში გახედვას, აუცილებლად სარკე როცა მომცევს გასვლის საშუალებას ვიხედებით მხარზე უკან და შემდეგ გადავდივართ. $500 მეტრში მოუხვიე მარჯვნივ. $300 მეტრში მოუხვიე მარჯვნივ. მიაქციეთ ყურადღება, რა მანძილზე გეუნებათ მოხვევას, რომ მოსახვევის შესახვევი არ შეგეშალოს რა. ძალიან ყურადღებით იყავით. მიმართულებებს ყოველთვის ყურადღებით მოусმინეთ. შეუნელი არ გაასწრო ბიჭო დააცადე. მალე მოუხვიე მარჯვნივ. კიდე ერთხელ ხაზს უსვავ. მარჯვნივ გადავდივარ, ზოლი აღარ რჩება ცარიელი, მაგრამ რჩება სივრცე, რომელიც აუცილებლად უნდა შევამოწმოთ სარკით და უკან მხარზე გახედვით. შემოვედით ისე 50-იან მონაკვეთში. მალე წრეზე მოუხვიე მარცხნივ ეზოში. დათმობის ვალდებულება. ნახეთ ეს თეთრი მანქანა რო გამოდიოდა. ამასთან თეთრ მანქანას ჰქონდა დათმობის ვალდებულება, მაგრამ მეორე წრეზე მოხვევის დროს წრეზე მოძრავ მანქანასთან უპირატესობა გვაქვს აუცილებლად. აქაც უპირატესობა გვაქვს, მაგრამ ვის ესმის ჩვენი უპირატესობის არ დაგვითმეს დასრულდა ნომერ 3 საგამოცდო მარშრუტი.